მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა ეს გახდა ჩაუწერო იმათთვის, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ პირადი, აინტერესებს თავისი კარიერა და ფინანსები. მოდით ვნახოთ ახლა რა ენერგიაში ხართ ახლა, რა ხდება თქვენთან ახლა. ცალკე ვკითხოთ ფინანსური მდგომარეობა როგორი გაქვთ. აქ ვიღაცა შეიძლება თავისი ბიზნესი კონდეს, ან მუშაობს რაღაცა, მარტო არის და მარტო ექშოულობს ფულებს თქვათ ოჯახისთვის. რაც ისე მაჩვენებს, კაი. მოდით აბა ვნახოთ თქვენი ეხლანდელი მდგომარეობა ფინანსებში, თქვენი კარიერაში, როგორი მდგომარეობა გაქვთ ფინანსებში. ფინანსებში პრინციპში ახლა მე ვერ გეტყვით, რომ თქვენ დაუშვათ ახლა ცუდად უნდა იყოთ. არა, იმიტომ რომ მე-15 ენერგია ეს არის, როცა ფული მოდის, ფულის მე ვეზი და ეს არის ესეთი ენერგია, როცა ფულიზე რო ვთქვათ, ხო, მე-15 ენერგია ყოველთვის აჩვენებს, ეს არის როგორი მდგომარეობა, როცა თქვენთან ფული მოდის. ფული უნდა გქონდეს. ახლა აქ სხვა საქმე, ახლა რითი შოულობთ თქვენ ახლა ამ ფულს, ხო, დაუშვათ, ხო? მაგრამ ყველა ვარიანტში შემიძლია თქვათ, რომ აქ თქვენ ნამდვილად არ ახართ ცუდად ფინანსურად, არა. იმიტომ რომ თქვენ ახლა ფინანსები მოდის, თქვენ ყველაფერს მაგისთვის აკეთებთ და ამიტომ, შეიძლება აფირმაციებსაც აკეთებთ, შეიძლება თქვათ მედიტაციებსაც აკეთებთ, რაღაცა პრაქტიკებს აკეთებთ რა. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია თქვა, რომ აქ თქვენ იზიდავთ და გამარჯვებული ხართ. თუნდაც ახლა, მაგრამ აი უფულოდ არა ხართ უფულოდ. სამსახურიც, აქ ხარ, ვიცი, სამსახურიც ისეთი გაქვს, ზოგი მუშაობს ოჯახში დაუშვათ, ხო? შეიძლება თქვენ გადამოკიდებული ხართ იმ თქვენს შრომაზე. აქ ზოგს შეიძლება ფიზიკური შრომაც გქონდეს და ფიზიკურად კი მუშაობთ, მაგრამ ფულიც მოდის. ზოგი მუშაობს, ოჯახში, თან ძალიან კარგ ადგილზე მუშაობს, თქვათ ახლა, არ არის ცუდად, არ უნდა გრძნობდეთ თქვენ თავს ცუდად იმ ოჯახში. პლუს კიდე ზოგი მუშაობს ისეთ ადგილზე, რომელიც მოსწონს. ან შეიძლება თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს, საზოგადოებაში მუშაობთ, თქვათ ახლა შეიძლება სოცსამსახურში არ გამოვრიცხავ, რომ აქ მუშაობდით, ხო? მაგრამ ის, რომ თქვენი ცოდნით, თქვენი ქმედებით, თქვენ კიდე ძალიან ბევრი ოცნებები გაქვთ რა აქ და თქვენ გაქვთ აი იმენა როგორ არის, იცით, როცა ადამიანი იცის რისთვის მჭირდება მე ეს ფული და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს ფული მქონდეს. დღეს არ იქნება სიტუაცია იმისი, ვინ ზის და ტირის და თქვათ არანაირად არ უნდა რომ თქვათ, არ იცის რა რითი მოიპოვოს ფული, იმიტომ რომ აქ არის, ნახეთ, აქ არის საგვარეულო, რომელიც თქვენ გიცავთ. ეხლა ნახეთ, როცა არის აი ესეთი პოზიცია, როცა თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მართლა გეუბნებით, ბევრს ეთყობა ეხმარებით რა. თან როგორ არის კიდე? აქ შეიძლება ვიღაცა მუშაობს უშუალოდ, აი თქვათ ოჯახისთვის ხართ წასული სადღაც და აი ოჯახისთვის მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებთ, რომ ფული გქონდეს ოჯახს, ხო? არც ძალას თქვენსაც ზოგავთ და მაქსიმალურად რომ მინდა ზოგს აქ შეიძლება ჩაფიქრებული თქვათ, ახლა ბინის აშენება. ზოგ შეიძლება კარგი სამსახური ეხლა მოდის თქვენთან, ზოგი შეიძლება სთხოვს, რომ კაი სამსახური მქონდეს, ან კარგი შემოსავალი. აქ ნამდვილად მე ვერ გეტყვით იმას, რომ თქვენ ახლა ხართ რაღაც ძალიან ცუდად, რაღაცა ძალიან ისე. მოდით მაშინ ახლა ვკითხოთ ჩვენ ახლა თქვენი აი ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ საერთოდ მე ხარ როგორ დავაკვირდი, უფრო უყურებენ ესეთ გაშლებს ადამიანები, ვისაც წინსვლა გინდა, თქვენ ყველაფრის მიუხედავად წინსვლა გინდათ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ოცნებები, მაგრამ აქ არ არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ოცნებობს, არა. თქვენ გაქვთ აქ როგორ იცით, აი რაღაცა ესეთი სურვილები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თქვენი სურვილი არ არის ისეთი, რომ მარტო თქვათ, აი
თქვენ სავზე ფიქრობთ, თქვენ ახლა ხო გეუბნებით, ანუ ჯაღზე ფიქრობთ, ან შეიძლება შვილებზე ფიქრობთ, ან შეიძლება ყოველ შემთხვევაში აქ არ იზოგავთ თქვენ არც ძალას, არც თქვათ, სურვილი გაქვთ დიდი და ამ სურვილისკენ მიდიხართ რა, მოდით ასე ვთქვათ. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ იქნება ხო თქვათ ახლა თქვენი კარიერა, აი მოდით სამსახურის თემაში, თქვათ ერთი თვის განმავლობაში ვნახოთ როგორი იქნება, როგორი განვითარება გექნებათ. მერე ვნახავ ფულს. სამსახური. აქ იცით რა არის, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთვის აი ეს კარი, რომელიც თქვენ გინდა რომ გაიღოს, გაგეღება და თქვენ ეხლა ისეთ როგორ ხართ, აი თითქოს რაღაცა ამ კარების გაღებით, კიდე თქვენ პრობლემები რაც კი თუ დაუშვათ, არის, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრობლემები არ ქონდეს. ეს არის, ჩვენ ახლა პრობლემებს ვუძახეთ, ამ დროს ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვენი ამოცანები, იმიტომ რომ აქ თქვენ გიყვარს ძალიან ეს ფული თქვათ, ასე თქვათ, ხო? და ამიტომ ყველაფერსაც აკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფული შემოვიდეს, მაგრამ აქ ნდობა გაქვთ ძალიან დიდი მაღალი ძალების. გაიგეთ? აი აქ გაქვთ თქვენ ნდობა და ამიტომ ნებისმიერი ფინანსი რაც არ უნდა შემოვიდეს, თქვენ ეს გიხარიათ, მიხვდით? და აი ამიტომ თქვენ გეღებათ კარები, შეიძლება კიდე რაღაცაზე ფიქრობდით თქვენ, ხო, დაუშვათ, აი რაღაცას შეიძლება საქმე დაიწყეთ, ფიქრობთ, კიდე აქ მარტო არ ახარ, შეიძლება თქვათ, даже ორი ადამიანი გეხმარება, შეიძლება მინი ბიზნესი გაქვთ, ან ვიღაცებთან ერთად რაღაცის გაკეთება გინდა თქვენ და ნამდვილად ყველანაირად გეუბნებით, თქვენ ამას გაუმკლავდებით. აუცილებლად აქ გექნება ძალიან სიხარული და სტაბილურობა. კი ბატონო, თუ დაუშვათ თქვენ რაღაცის, თქვათ, სწავლა გინდა დაუშვათ, კი ბატონო, გეუბნებიან რომ დაიწყე, ფიქრობ, ამდენი ფიქრი არ არის საჭირო, დიპლომსაც აიღებ და წინსვლაც გექნება აუცილებლად რა. აქ რა არის, იცით, თქვენ იმით რითიც ხართ თქვენ დაკავებული, თქვენ ხარ საჭირო ადამიანი რა, არა აქვს მნიშვნელობა რითი. აი ვინც ახლა უყურებთ, აი სიგნიფიკაცია რომ აიღო. არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ შენ, უბრალოდ აი ეგ არის რომ შენ ხარ საჭირო და ამიტომ აქ შენ გეძლევენ სტაბილურობასაც, აქ გაძლევენ თუ დაუშვათ კიდე ვინმეს დაუშვათ, გქონდათ რამე კონფლიქტი დაუშვათ, ხო? ან იყო თქვათ რაღაცა დავა. შეიძლება თქვენ გინდოდათ ეს სამსახური, მაგრამ ფიქრობდით რომ მე ეს სამსახური კარგი ადგილია, მაგრამ მე ახლა ვერა, ხო? აი აუცილებლად იქნება წინსვლა თქვენსკენ, თქვენ გაიმარჯვებთ ამ სიტუაციაში. თუ დაუშვათ იყო ლაპარაკი, აი შენ უნდა წახვიდე და თქვათ ახალი, კი, არავითარ შემთხვევაში თქვენ გტოვებენ. კიდე აქ არის კიდე როგორი მომენტი არის, იმდენად ძლიერი პიროვნება ხარ თქვენ და იმდენად საჭირო პიროვნება ხარ, თუ დაუშვათ ოჯახში მუშაობთ, არ არსებობს შანსი რომ თქვენ გაგიშვან. შეიძლება თქვენ ნერვიულობს, ან დაუშვათ თქვენ წასვლა გინდათ, აქ არ გაგიშვებენ რომ იცოდეთ თქვენ იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო პიროვნება ხარ თქვენ აი ამ სამსახურისთვის, სადაც ხართ ახლა. ამიტომ აქ даже არც ეოცნებოთ რომ თქვენ გაგიშვა აქედან, არა, ეს არის აქ მნიშვნელოვანი სამსახური, სადაც თქვენ მართლა ხართ პროფესიონალი და თქვენ იცით ამისი მართვა და თქვენ ახლა რაც შემოვა ახლა ცვლილებები, ეს ძალიან დაგამშვიდებს, მაგრამ თქვენ პროფესიონალიზმს იმ დონეზე აჩვენებს. სხვათა შორის, აქ თუ თქვენ იღებთ დაუშვათ ახლა დიპლომს ან სერტიფიკატს, თუ სადმე სწავლობთ, იცოდეთ რომ ძალიან მაგარი სპეციალისტი იქნებით და წინსვლა გექნებათ, გამოგადგებათ ძალიან ეს თქვენი დიპლომი. თუ არ გამოგიყენებიათ ჯერ, აუცილებლად დრო მოვიდა რომ თქვენ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს დიპლომი, ეს რაც თქვენ ახლა ისწავლეთ, ეს ვისაც აქტუალური, იცოდეთ რომ თქვენ აჩვენებთ ძალიან მაგარ პროფესიონალიზმს და ამიტომ დაფასებული იქნებით. აქ რაღაცა სიტუაცია შეიძლება ვიღაცასთან შეიძლება ხემზღვანელი. ეგაც შეიძლება იყოს ასეთი მომენტი სამსახურს რაც ეხება. მაგრამ აი რო გითხრათ რომ თქვენ ახლა სანერვიულო გაქვთ, არაფერი, პირიქით თუ დაუშვათ შეიძლება სიტუაცია მოვა ძალიან ძლიერი და კარგი ხემზღვანელი, რომელიც აი მართლა ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენ მაგით, აი მართლა. კიდე მოდით ვნახოთ ახლა ფინანსებში ახლა რა იქნება, ხო?
ამ ეტის განმავლობაში. თუ თქვენ არანაირი ხელმძღვანელი არ იცოდეთ, რომ თქვენ ისეთი ცვლილებები იქნება, რომელიც იქნება, ნახეთ როგორ შეიძლება რაღაცა კარები დიდი ხანი არ იღებოდა და მაგრამ გაიღება, გაგიღებენ თითქოს ამ კარებს და გექნება ანუ იმენა სიტყვაზე დავუშვით თქვენ ახლა არ იცოდეთ თქვენ საქმიანობაზე თქვა ბევრი ადამიანი. ეხლა ეს და ამ დროს თქვენ ნამდვილად ისეთი პიროვნება ხართ, რომელსაც შეუძლია თქვა თავისი ცოდნით, ანუ ძალიან ძვირფასი ცოდნა გაქვთ. აი ეს კარები იყო დახურული. ეს კარები გაიღება ეხლა და თქვენს პროფესიონალიზმზე ბევრი ადამიანი გაიგებს. წინსვლა გაქვთ. უკვე თქვენ უნდა გქონდეთ ეს გრძნობა ამ წინსვლას. კი, მართალი ვარ, მეთქი და კი მეუბნებიან. კი. აი ვიღაცასთან დავუშვოთ ახლა სიტყვაზე, გადადიხარ სხვა ეტაპზე. შეიძლება უფრო თქვათ, ფულიანი თქვათ კლიენტები შემოვლენ, ვისაც შეუძლია ანაზღაურება თქვათ, ახლა გაგიწიონ თქვათ იმ თქვენს შრომაზე, ხო? იმიტომ რომ ახლა თქვენ ახლა თქვათ, პროფესიონალი ხართ აქ თქვენ საქმეში და ამიტომ გეშინიათ, რომ უთხრათ ის ფასი, რა ფასიც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ ეგ, თქვენ მაგალი დონის პროფესიონალი ხართ. აი აქ ეგრევე მაჩვენეთ, თქვენ გიცავთ, თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც მართლა მოგწონთ. არა აქვს ნიშნავს, შეიძლება ოჯახშიც ხართ, მაგრამ არ გრძნობთ თქვენ ახლა იქ ცუდად თავს რა. არა. მაგრამ ვისაც ბიზნესი აქვს და აი რაც თქვი საქმიანობა და რაღაცა, აქ даже კარგია რომ თქვენ ახლა რაც იყო დიდი ხანი, რასაც ამ ცვლილებებს თქვენ შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდეთ რა. რაღაცა პერიოდი იყო და ახლა უკვე პროფესიონალიზმს აჩვენებ და აი სხვა დონის კლიენტები მოდის, სხვა დონის განაზღაურება, სხვა დონის დაფასება, თუ სადმე გადახვალთ, უფრო მაგარ ადგილზე, სადაც უფრო თქვენ გაგეხარდებათ. ფინანსებიც ნახოთ, ეხლა რადგან ვთქვით, ჩვენ ცალკე, ხო? ფინანსები. ფინანსური მდგომარეობა თქვენი. გეუბნები, იგივე მაჩვენეს აქ, იგივე გამარჯვებული ხართ. აქ თქვენი, ანუ თქვენი ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, აინთება. თქვენი აქ არ აქვს მნიშვნელობა, ახლა როგორც ენერგიას გეუბნებით. ახლა კი შეიძლება დაუშვოთ, ახლა თუ თქვენ გათხოვილი ხართ და ქმარი ყავდა, თქვენ ხართ თქვენს მამაკაცზე დამოკიდებული, იცოდეთ, რომ თქვენი მამაკაცი თქვენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს და თუ აქვს მაგას შესაძლებლობები, ანუ თქვენი ქმარი, თქვენი ვინც არის, ხო? ანუ აი თან გადაყვებათ რა, ყველაფერს გააკეთებს. ეს ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია. თუდან რომ ოჯახში შეიძლება ზოგი აქ ხა არ ვთქვი ეს სიგნიფიკაცია, ზოგი ვაფშე სახში ზის სიტყვას და სახში აკეთებს თქვათ, აი დიასახლისობს სიტყვაზე, ხო? და უბრალოდ ეხლა ოჯახი ისეთი ძლიერია, რომელიც აძლევს, ხო? მაგრამ აქ თვითონაც რაღაცას ფიქრობს ეხლა, იმიტომ რომ ძნელია სახში, რა თქმა უნდა, პროსტა როცა ზის ხალი და არ არის თვით რეალიზებული, ზოგჯერ ეხლა უნდა რაღაცები და შეიძლება თავისი ხობით და ის საქმე, რომელიც მას მოსწონს, თქვათ ეხლა იმით დაკავდეს და მართლა მაგარი წინსვლა გექნება თქვენ რო იცოდეთ, შეიძლება თქვენ დიდი ხანია ისე იყავით, რომ აი ქმრის ზურგს უკან ასე რო ვთქვათ, ხო? და აი ახლა გექნებათ საშუალება, რომ თქვენ თვითონაც გამოაჩინოთ თქვენი თქვათ ეს რა ქვია, საქმიანობა, მაგრამ ნიჭი. მაგრამ თუ დაუშვოთ მართლა თქვენ მხოლოდ აქამდე გაჩერდეთ და ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდა და თქვენ მართლა დიასახლისი ხართ, თქვენ ქმარს გექნება წინსვლა. ქმარს თავი დავანებოთ, ეხლა ვისაც თქვათ, ეხლა თქვენ თვითონ ხართ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ნამდვილად ფინანსური მდგომარეობა იქნება ძალიან კარგი და ეხლა რაც გაგეხსნება თქვენ, აი ეს რაც გახსნას მე აქ ვხედავ, ეს იქნება ხანძრივი. მივხვდეთ, გზავნილები, ძალიან კარგი გზავნილის ვიღაცა მიიღებს. შეიძლება თუ ელოდებოდეთ თქვენ რამე კრედიტებს, ხო? მიიღებ. აქ დიდი ფულის წამოვა გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცას აი გამარჯვებული ხარ და თქვენი სიძლიერე და თქვენი პენტაკლები, აქ რაღაცა ძალიან დიდი ნაკადი წამოვა ფულის. და ეს იქნება როგორ იცით, ისეთი პერიოდი გაქვთ რაღაცა აი ახალი, აქ საგვარეულო თქვენსკენ არის, იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ იმას, რაც უნდა აკეთებდეთ, იცოდეთ რა, რაღაცა არის აქ ისეთი თემა, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი პიროვნება, სამყარო საგვარეულოც არის გმაყოფილი და ამიტომ
თქვენთან მოდის ეხლა ძალიან დიდი სიუხვე, რომელიც ეხლა ნამდვილად თქვენ შეიძლება თქვენ თვითონ ენერგიებში ხართ ისეთში, რომ აი არის ძალიან კარგი მედიტაცია, მე მდიდარი ვარ, ხო? ანუ სიმდიდრე შინაგანი, აქედან მოდის ეს სიმდიდრე. ისე კი არა, რომ თქვა ეხლა აი ზიხარ და ელოდები ფული საიდან დაგეცევა თავზე. არა, შენ რაღაცას აკეთებ, შენი ქმედებით ხარ ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროსთვის და ის სამყარო შენ გიხდის სამაგივროდ, ანუ იმდენს ვიღებთ ჩვენ, მადლობა, ფული არის მადლობა სამყაროდან, ხო? ანუ რამდენადაც ჩვენ საჭირო ვართ სამყაროსთვის, იმდენ ანაზღაურებასაც ჩვენ ვიღებთ, ხო ხდებით და ამიტომ აქ არის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ანუ თქვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის სამყაროსთვის და ამიტომ თქვენთვის მოდის ეს არის როგორი თემა, იცით, როცა შენ უკვე ანუ შედეხარ ისეთ ფაზაში, რომ შეიძლება ისი კი არ არის, აქ ფული არ არის ესეთი, რომ აი დღეს მოვიდა ხვალ არა, აი ყოველდღიური შეიძლება, ან ყოველთვიურად მიიღებ კაი ანაზღაურება, თქვა, კარგი ხელფასი, ხო? ან კარგი შემოსავალი, იმიტომ რომ აქ რაღაცა შეიცვალა და თქვენთან მოდის უბრალოდ ახალი ნაკადი შეიძლება, ახალი კლიენტები, ანუ აქ გადადიხართ რაღაცა სხვა ეტაპზე. სხვა აქ შეიძლება ფულთან და თქვენ ისწავლეთ ურთიერთობა. მოდით ასე ვთქვა, ესე ძალიან მნიშვნელოვანი, ფული ხო ენერგია. ანუ რაღაცა თქვენ სხვანაირად შეიძლება დაუშვათ, ეხლა ისწავლეთ მართვა ფულის დაუშვათ, ხო? აი აქ, ნუ აღარა ხართ მფლანგველი, შეიძლება რაც შემოდის, თქვენ უკვე განაწილება იცით, გაიგეთ, ანუ როგორ უნდა მართვა ფულის ისწავლეთ და როცა შენ ფულის მართვას სწავლობ, ფული მე მოდის შენთან უფრო მეტი სიხარული და უფრო მეტი თქვათ ბედნიერება და იმიტომ რომ აი ეს ხო იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ პრინციპში აი ვერ ხედავდით ამ ფულს, ხო? მოვიდა თქვა და უცხოდ გაქრა. კი, რაღაცებისთვის შეიძლება თქვენ ახლა გქონდათ, თქვა, ნუ რაც თქვენ გჭირდებოდეთ, კი ბატონო, გქონდათ ეს თანხები, მაგრამ ეს რაღაცა პერიოდი სრულდება, ახალი ხო გეუბნებით რა. ახალი ეტაპი მოდის და სხვათა შორის აქ ჩვენ ფულზე ვლაპარაკობთ, აქ კიდე რაღაცას გეუბნებიან. ნუ აქ ახლა მე არ შევალ ახლა ამ თემაში, იმიტომ რომ აქ ურთიერთობასაც ეხება, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ну უფრო მეტი ხარჯი გქონდა, მოდით ასე ვთქვა, თქვენ ახლა აი აქ თქვენ რაღაცას მოერიეთ, შეიძლება ისწავლეთ რაღაცა, რომ აი ვთქვა, უფრო თქვენი თავი აიყვანეთ ხელში, ვთქვა, მე ახლა კი მიყვარს ვთქვა გაცემა, მიყვარს ვთქვა, ну საჩუქრები და ასე შემეთ რომ გავაკეთო, მაგრამ ახლა ისეთ სტადიაში შედეხარ, სადაც ახლა მე მინდა რომ მე ვისწავლე ეს როგორ უნდა ვთქვათ, ჩემი ფული სად განაწილება ისწავლეთ, თქვენ ძალიან კი ბატონო. ეს შეიძლება თქვენთვი აქ ისწავლეთ. ისწავლეთ, იმიტომ რომ თქვენ არ იცოდეთ ფულის მართვა, აი არ გეწყენოთ, არ იცოდეთ ფულის მართვა არანაირი, მაგრამ ეხლა გეუბნები, ან ძალიან დიდ შენაძენზე ფიქრობთ თქვენ, რომელსაც სჭირდება დიდი ფული და აი ეს შენაძენი, რომელიც აქ მოდის თქვენთან, კი შეცვლის ნამდვილად თქვენს მიდგომას. კი ბატონო. ანუ შეცვლის თქვენ და აქ ჩქარობს რაღაცა თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი შენაძენი, რომელიც ეცგება თქვენ უკმაყოფილესი რა. მაგრამ თქვენ აქ ჩართავთ ასე რომ თქვა პრინც. კი, აქ ვიღაცა სახსრებელობს 100%-იანს. და აი ახლა უკვე თქვენ ნახეთ რას შვებით, აი აქ ფულზე ხო ვლაპარაკობთ, აი ახლა უკვე თქვენ რაც არ გჭირდება, ჯერ დაფიქრდებით და მერე იყიდეთ, იმიტომ რომ უკვე ანუ იმას ვიზავთ, რა ქვია. რაც არ მჭირდება, დავფიქრე, მის მჭირდება, ანუ ხო იციან ხოლმე რომ თქვა დიდი შენაძენი როცა უნდა შეიძენა, ერთი ღამე მაინც უნდა გავიდეს რა და მე დილით თუ გაიღვიძე და იგივე სურვილები გაქვს, ну გინდა ისე, მაშინ უნდა იყიდეთ, აი ასე უსმა სპონტანურად არ უნდა იყიდეთ, ან როცა ძვირად ღირებული რაღაცა და თქვენ შეიძლება იყავეთ აქ ცოტა ისეთი სპონტანური და აი ახლა ესეც სწავა თქვენიდან, კი ბატონო. აი ახლა იქნებით ისა რა ქვია, რაინდი
პენტაკლების რაინდი ფულს არ ხარჯავს იქით-აქეთ. всё, გამოდიხარ, თქვენ აქ რაღაცას ისწავლეთ და ამიტომ ეს არის სწორი არჩევანი, ფინანსებზე მეკითხარით, სამსახურზე გითხარით, მართლა ძალიან კარგი პერიოდი მოდის, რაღაცა შეიცვალა, ისეთი, რაზეც თქვენ ვერც ოცნებობდეთ. აი იმდენად კარგი პერიოდი შემოდის, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით, აი უზომოდ, იმიტომ რომ ისწავლეთ ფულის მართვა. всё, ეძებთ